მოგესალმებით, ჩვენ წინა ვიდეოში შევჩერდით კოსმოსურ ცნობიერებაზე. ეს ძალიან დიდი თემა და სიმართლე გითხრათ, ვერტი იმდენი ტექსტი მაქვს, ვერ მივაგენი სათაურს, მაგრამ ეს არის გონი არმაგედონის არჩევანი. უпросторად სხეულების გარსებზე. ხოდა ჩვენ ესე იგი განვიხილეთ სიყვარულები, ასტრალური, ეფირული, მენტალური და ასე შემდეგ. ხოდა შევჩერდით კოსმოსურ ცნობიერებაზე. რა არის კოსმოსური ცნობიერება? ეს არის ხელოვნების საწყისი გონებისა, რომელიც შეიცავს მატერიის ევოლუციის პროგრამას და რომელიც ცulis ამ პროგრამებს იქიდან გამომდინარე თუ რა გამოცდილება აქვს სულს დაგროვილი. კოსმოსში სუფევს ატმოსფერო სრული ნდობისა, რადგან ყველა ხედავს პარტნიორის არსებას კოსმოსში უფროსები არ არიან თანამდებობების ნაცვლად არის ის თუ ეს რაღაც პასუხისგებლობები, ადგილები ზედა იერარქიაში ანაწილებენ ინდივიდის ძალის და ხარისხიდან გამომდინარე. ყოველი თვითონ ირჩევს თავისთვის საქმიანობის ველს. იერარქია მაღალი რანგისა არ ფლობს ფიზიკური სხეულით. მათ აქვთ პლაზმური ან სიხშირიანი მდგომარეობა. სიცოცხლის მხარდასაჭერად ისინი იყენებენ ნულიან ენერგიას. ადამიანურ სხეულში მასეთი იერარქები უკვე ვერ შეძლებენ ყოფნას. გაბარიტები კოსმოსური იერარქებისა კოლოსალურია. იერარქი შივას გაბარიტები მზის სისტემის ზომაზე მეტია. ჯერ აქვთ საშუალება განსახიერნენ ფიზიკურ სხეულში იერარქი მიწიერი შამბალისა. ისინი ჯერ პატარები არიან და სჭირდებათ ვარსკვლავების ენერგია. მზის კოსმოსის ენერგიები მათი საკვებია. მზის კოსმოსური ენერგიები, მზის და კოსმოსური, მათი საკვებია. ის ეხმარება ევოლუციის სტიმულირებაში. ადამიანები ასევე იკვებებიან მზის ენერგიით, მაგრამ ცოტა რაოდენობით. მასეთი ენერგია გამრუდებულია მეორადი ან მზის ენერგია გამრუდებულია მცენარეულში. დედამიწის პლანის ცოცხალ პირამიდაში ჩვენ თქვენთვის ჩამოვიტანეთ ლირიდან და ვეგიდან ბევრი სასარგებლო მცენარეები, სიმინდი, ხორბალი, პამიდორები. აი ეს ყველაფერი ოდესღაც ჩამოიტანეს პლანეტა აუმრუენიდან. არის ყოფილი ასეთი პლანეტა აუმრუენიდი და იქიდან ჩამოუტანიათ ეს ყველაფერი სიმინდი, ხორბალი, პამიდორები. გონიერი არსებები ბიოლოგიური დონის კოსმოსური სიცოცხლისა ყველა არ არის ადამიანები ან ადამიანის მაგვარი, მაგრამ დედამიწის კონტაქტის სხვა სამყაროების
წარმომადგენლებთან ახლოსა ცივილიზაცია ზეწლების, ანუ რუხების წავიდა წინ, თუმცა ის ჩვენზე ახალგაზრდა ცივილიზაცია არის, ახლა ისინი ერთი განსახიერებით გადიან მთელ ევოლუციას, რომელიც საჭიროა ენერგეტიკული არსებობისთვის, მიწიერი დროით ისინი ხიზლობენ 25 დღე, შემდეგ ზინავთ 5 დღე. დედამიწელებს კი ზინავს მეტი, რაც ნაკლებია ევოლუციური დონე, მით მეტი ზინავთ ადამიანებს. ადამიანთან ახლო ცივილიზაცია ჰუმანოიდებისა დევს ხაზების გადაკვეთაზე, რომელიც აერთებს ეფსილონ კასიოპეას ზეტა ტყუპებს, ბეტა ტყუპებს უკაცრავად და ალფა ვოლოპას. ბეტა, ესე იგი, ვაზნიჩი არის ასეთი ვარსკვლავედი ვაზნიჩი. უკაცრავად რომ რუსულად წარმოთქვათ ზოგ ტერმინებს, რადგან ქართული თარგმანი თანავარსკვლავედ ვაზნიჩივა მე ვერ ნახე, მაგრამ ინტერნეტმა ამომიგდო საზღვიზდიე ვალაპასის თარგმანი, რაც პირდაპირ გაგებით გადათარგმნა როგორც ჩექმების თანავარსკვლავედი. და ადამიანურთან ახლო ჰუმანოიდების ცივილიზაცია დებს ხაზების გადაკვეთაზე, რომლებიც აერთიანებს ეფსილონ კასიოპეას, ბეტა ტყუპებს და ალფა თანავარსკვლავს, ალფა ვალაპასა, ანუ ჩექმების თანავარსკვლავედს, ბეტა თანავარსკვლავედ ვაზნიჩივა, რუკაზე ვარსკვლავური ცისა ჩრდილო ნახევარსფეროსი ასეტერია, მაგრამ ადამიანური ვარსკვლავური რუკები არ ანგარიშობენ სივრცის და დროის მოძრაობას. ხომ გამიგეთ, ადამიანური რუკები არ ითვალისწინებენ სივრცის და დროის მოძრაობას. ოზონური ფენა, ატმოსფეროსი, ეს არის მატერიალისტური პლანი, რომელიც ემსახურება მანტრების გამოვლენას ნივთებში. ახლა პირდაპირ ამ სიტყვის გაგებით, მანტრის გაგებით არ გეუბნოთ, რომ რაღაც სექტაა და რაღაც სიმღერები უნდა იმღერო, არა. ოზონური ფენა მარტო კი არ გვიცავს მზის რადიაციისგან ჩვენ და რაღაც სხივებისგან, რომ არ დავიღუპოთ, არა. ოზონური ფენა დიდ როლს ასრულებს აზრების ხორცს შესხმაში. იმ ნივთების ხორცს შესხმაში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ერთი დაფიქრებით. რადგან ალბათ მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩვენი სამყარო არის ილუზია და ზუსტად აი ამ ილუზიის გამატერიალიზებაში ხელს უწყობს ოზონის ფენა.
რაკეტების გაშვება, კოსმოსური ხომალდების გაშვება მიწიერ ასტრალს არაფერს არ ვნებენ, მაგრამ ისინი ხევენ წვრილ ბადეს ინფორმაციულ ენერგეტიკული არხებისა. ხომ გამიგეთ ახლა მე რაკეტების და კოსმოსური ხომალდების გაშვებაო მიწიერ ასტრალს არაფერს ვნებსო, მაგრამ დედამიწას აგრეთვე გააჩნია ინფორმაციული ენერგეტიკული არხები და ეს ინფორმაციული ენერგეტიკული არხები დედამიწის გარშემო წარმოდგენილია როგორც ბადე და ამ რაკეტების და ხომალდების გაშვება ხევენ, აზიანებენ ამ ბადეს, ინფორმაციული ენერგეტიკულ ბადეს და ამ დახეულ ადგილებს სწრაფად აღადგენენ შამბალის იერარქები. ისინი არიან, იმათ ჩვენ ფიზიკური თვალებით ვერ ვნახავთ, რადგან ისინი არიან ასტრალურ წვრილ დონეზე. დედამიწის ბირთვი, რომლებიც იკავებენ თავის აზრით პლანეტის ასტრალურ პლანს, ესე იგი დედამიწის ბირთვი ხელს უწყობს ასტრალური პლანის შენარჩუნებაში. და ეს დედამიწის ბირთვი არის პლაზმური. არავინ თქვას, რომ დედამიწის ბირთვი მაგარია. დედამიწის ბირთვი არის პლაზმური. და ეს პლაზმური ბირთვი ეხმარება დედამიწის ასტრალური პლანის შენარჩუნებაში. მისი შემადგენლობაში უფრო მდიდარია მენდელეევის თანამედროვე ტაბულაზე მეტად. ესე იგი, ჩვენ სკოლაში ყველას გვისწავლიან მენდელეევის ტაბულა. მაგრამ ამ დედამიწის ბირთვის შემადგენლობაში იმაზე მეტი ელემენტებია, ვიდრე ჩვენ გვისწავლია სკოლაში. ბირთვში შედის 500 ქიმიური ელემენტები. უმრავლესობა, რომლებისგანაც მოკლე ვადით ცოცხლობენ. დედამიწის ბირთვში შედის 500 ქიმიური ელემენტი და აქედან უმრავლესობა ცოცხლობს ხანმოკლე ვადით. დედამიწის ბირთვი იგივეა, რაც ერთუჯრიანი ასებისა ბირთვი. ბორეივი დედამიწის ბირთვს ადარებს ერთუჯრედიან არსებას. ძალა და ინფორმაციული საშუალება ბირთვისა დღევანდელ დღეს აფეთქებულია ბირთვის ბარიერში. ღმერთების ომების დროს დარჩა ხვრელები, მათ ახლა არ ემოტებენ რუხები გზედაქსელიდან. ამიტომ მათ უცხოპლანეტელებად ვერ აღიქვამ, რადგან ისინი უკვე დედამიწაზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ. დედამიწაზე უფრო ადრე დასახლნენო. ამბობს ბორეევი. დიახ, იყო ომები ახლაც ხდება კოსმოსში. მიზეზი ამ ომებისა შეიძლება იყოს უამრავი. გინდა იჯერეთ, გინდა რა. მიწიერი ასტრალი ყოველთვის ხდება
უფრო მჭიდრო პოლუსებთან, ამიტომ იქ ხდება პოლარული ნათებები. ასტრალი ჩქარა რეაგირებს ფიზიკური პლანის მოვლენებზე. მოწოდებული ინფორმაცია მისგან აამუშავებს ამა თუ იმ ენერგეტიკული პროცესებს, რომლებიც თავის წინ მოქმედებენ ფიზიკურ პლანზე. მასზე ქარიშხალები, ქაფურქები, ქარბუქები და ქარბორბალები ეს არის მიწის ასტრალურ ველში წვრილი ენერგიების ქარიშხლების შედეგები. ესე იგი, თუ რამე მოვლენა ხდება ასტრალურ წვრილ დონეზე, ეს ყველაფერი გამოვლინდება ფიზიკურ დონეზე, დედამიწაზე, გამოვლინდებაო იმ ბუნებრივი მოვლენების სახით, როგორც ტაიფუნები, ქარიშხალები, ქარბორბალები და ასე შემდეგ. იმ დარღვევების გამო, რაც ბირთვის სტრუქტურაში ხდება, დედამიწა კარგავს თავის წვრილ დადებით ენერგიას. ამას ხელს უწყობენ ბირთვის თავისებური სტრუქტურა, რომელსაც ზეტა-ნელებიანი დემონსტრირებას უკეთებენ. მთლიანობაში პლანეტა დედამიწა არის კოსმოსური ვამპირი, რომელიც შთანთქავს ენერგიას, როგორც გიგანტური დეგრადაციული მორევი. არმაგედონის აზრი, მე ვთქვი, ეს ჯერ ისეთი დიდი თემაა, არმაგედონის თემა. ესე იგი, არმაგედონის თემის გაგრძელება იყო ეს, არის უბრალოდ არმაგედონის თემის გაგრძელება. არმაგედონის აზრი მნიშვნელოვნად შედგება იმაში, რომ დატორმოზოს და შემდეგ უკან მოაბრუნოს მორევი, კარმა. არ ვიცი, თქვენ მოგისმენიათ თუ არა, ბევრ ვიდეოებში, მაგალითად 3 დღეზე მაქვს ვიდეო დადებული, გადათარგმნილი, იქაც არის მოყვანილი ეს მაგალითი. იქ მაქვს ნათქვამი, რომ დედამიწა ბრუნავს ისრის საათის საწინააღმდეგოდ. ისრის, მომიგეთ, არული მაქვს ტვინი. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს მოხდა ბოლო შეჯახებების გამო. და ახლა არმაგედონის აზრი, მარტო არმაგედონის კი არა, ამ არმაგედონს ფიზიკურადაც ეხმარებიან, უფრო ჩვენზე მეტად განვითარებული უცხოპლანეტელები. და უნდათ ახლა დედამიწა გააჩერონ, შემდეგ შეაბრუნონ მოპირისპირე მიმართულებით, რომ დაიწყოს დედამიწამ ბრუნვა ისრის საათის მიმართულების მიხედვით. და ეს იგივე არმაგედონია და იმის შედეგად, რომ დედამიწა რაღაც მომენტში შეჩერდება, გაითიშება. ამას მიგიყვებით იმ ვიდეოდან, რომელიც ეხება 3 ბნელ დღეს. დადგება და საკურველია 3 თუ 4 დღე იქნება ეს სიბნელე, მაგრამ არის ვიდეოები, სადაც აშინებენ ხალხს, რომ ამ დროს მოსწრები დაიწყებენ ფრენას და ადამიანების შეჭმას დაიწყებენ. მოსწრები კი არა, ყველაფერი ითიშება. რადგან მარტო ადამიანები კი არა, ცხოველები შეითავენ ასტრალურ
სხეულებს და ასტრალური სხეული ეს არის ემოციური სხეული, რომელიც შედგება ენერგიებიდან. ენერგიული სხეულია ეს იგივე. და თუ დედამიწას გაეჩიშვება ენერგეტიკული სისტემა, სიცოცხლე შეჩერდება, ხომ ასეა? ამიტომ თუ თქვენ გინდათ უფრო ასე ვთქვათ შემოკლებით გაარკვიოთ თუ რა არის არმაგედონი, რა არის სიბნელის 3 დღე, ეს იგივე სიბნელის 3 დღეა. იქ ერთი ვიდეოა ამ თემაზე და შეგიძლიათ მოусვინოთ 3 დღის სიბნელე ქვია ვიდეოს. და ესე იგი უნდა მოაბრუნოს მორევი, ეს კარმის მორევი და გადართოს ეს კარმის მორევი ენერგეტიკა დედამიწის ენერგეტიკა და დედამიწის მოძრაობა საათის სისხლის მიმართულებით, ეს იგი შეცვალოს ბრუნვა. ეს იგივეა, იგივე არმაგედონია, იგივე 3 დღის სიბნელეა, რაც ასე ვცვალთა ინტერნეტში სხვადასხვა ადამიანების მიერ წარმოდგენილი და ზოგში კი აშინებენ მოიმარაგეთ საკვები, მოიმარაგეთ წყალი, რომელიც წყალი და საკვები დაგჭირდებათ იმ მომენტში, იმ 3 ბნელი დღის მომენტში, როდესაც ყველანი ვიქნებით ჩვენ გათიშული. შემდეგ ყველაფერი აღდგება. ისადერებში არის გავრცელებული ეს ინფორმაცია, რასაც ნემესიდა მოაწყობს დედამიწაზე მოახლოებისას, რომ ამ არმაგედონს მოაწყობს ნემესი და ზედიანელების შეცვლიან ამოგდებულ საშუალო ჯაჭვს, რომელიც დაზიანებული იყო ღმერთების ომის შედეგად და ზედიანელები ამოაგდებენ ამ საშუალო ჯაჭვს იერარქებისა დედამიწისა, მისცემენ ადამიანებს ახალ ტექნიკას, ახალ ცოდნებს და ურთიერთმოქმედების მასე წესებს ბუნებასთან, რომელიც არ მიიყვანთა პლანეტარულ ბუნებას დეგრადაციამდე. ახლა მინუსი ასტრალიდან იწევა დაბლა ფიზიკურ პლანზე და დეგრადირებს. მოდინება და ძალა ჰარმონიზირებულ სტრუქტურებულ კოსმოსურ ენერგიებისა, რომელიც მიმართულია პლანეტისაკენ, დედამიწისაკენ, მებაღეებით იზრდება. თუ დიახ, მებაღეები ეს არ გეგონოთ პირდაპირ გაგებით, დედამიწას ყავს მებაღეები, რომლებიც გვაკონტროლებენ ჩვენ ადამიანებს. როგორც მწყემსი აკონტროლებს ფარას. და ეს ბუნებრივია. თავიდან მე ღიზიანდებოდი ასე რაღაცები რომ ესმოდა, მაგრამ ეს ბუნებრივია, თუ ფარა არ გააკონტროლე, ან დაიკარგება, ან დაიღუპება, ან სხვა მიმართულებით წავლიან. დიახ, ბევრი მებაღე ვიყავს თურმე დედამიწას და ყველას თავთავისი რაოდენობის ადამიანები ყავს გასაკონტროლებელი. დიახ, რათა უნდა გასაკვირი იყოს. თუ ინდივიდს აქვს ანომალია უდიდესი კანონების განზე გავლით, მაგრამ
ძალიან არ არის მძაფრი ანომალია მასეთ ადამიანების ენერგეტიკა იწყებს გაუმჯობესებას. ესე იგი, თუ ადამიანები არ წარმოადგენენ ანომალიას, ეს რას ნიშნავს? თუ ადამიანები გაშებულები არ არიან. ადამიანები, რომლებიც სწორად ცხოვრობენ, მათი ენერგეტიკა ასხივებს. ადამიანები, რომლებიც ცუდად ცხოვრობენ, ცუდ გზას მიყვებიან, მათი ენერგეტიკა მოშავოა. და ისეთ ადგილებში, სადაც ასეთი ადამიანები დიდი რაოდენობითაა, ასტრალურ დონეზე რომ შეხედო, შავი ღრუბლი მოჩანს. და ვისაც ენერგეტიკა მაღალ დონეზე აქვს შედარებით და ანათებს, ასტრალურ დონეზე რომ შეხედო, ჩვენ ადამიანები კი არ ჩანვართ ასტრალური კოსმოსიდან და ასტრალური დონიდან, არა. ჩვენ ჩანვართ როგორც ფანარიკები, ფანარები ღამღამობით რომანთია. აი ამდაგვარად, თუ ჩვენ გვაქვს მაღალი ენერგეტიკა, ჩვენ ვანათებთ, ასე ფანარებივით ვანათებთ, თორე ჩვენი ფორმა არ ჩანს. როგორი ფორმისა ვართ ჩვენ, ან რა სქესისა ვართ. და ვინც შავ საქმიანობას ეწევა, მათი რასაკვირველია გაშეებულია. და მაგიტომ ხდება კატაკლიზმები. დედამიწა ირეცხავს ამ შავ კვამს, ამ შავ დანისლებას, მიწისძვრებით, წყალდიდობებით. მათ ხომ არ გონიათ თუ ცოცხალი არსებები ცხოვრობენ. ის იმით ხდება, რომ ცოცხალი არსება ბინადრობს, როდესაც განათებას უყურებს. განათებულ ენერგეტიკურ ველებს უყურებს ადამიანის. ასე რომ რაღაც წვლილით ჩვენ ადამიანებიც ვართ დამნაშავე, რომ დედამიწაზე ხდება კატაკლიზმები. კი, ხელოვნურადაც ხდება კატაკლიზმები, იწვევენ სპეციალურად კატაკლიზმებს, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც ჩვენი ბრალია. მაგრამ თუ ადამიანს ცუდი ხასიათი აქვს და ცუდი კარმა, ეს ენერგია დამანგრეველია, ძალიან ზარმაცებს, გამოუშვებათ შეგრძნება, გამოუვლობის მდგომარეობისა, ჩიხისა, მათ ექნებათ ფსიქიკური დაავადებები, გალუცინაციები, ცხოვრების ხანძრივობა მათი შეადგენს 30-40 წელს. უფრო ეს მოხდება, ასეთი რაღაცები ხდება რუსეთში. მოხდება სიცოცხლის ხანძრივობის შემოკლება რუსეთში. ჩქარა მოხდება ასეთი ზრდა, სენსიტივიზმისა, ყველაფერი მეტი, ყველაზე მეტი ხალხი ნათელხივის, ნათელსმენის, ნათელგრძნობის, ნათელგაგების დახმარებით შეძლებენ ურთიერთობის ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით თავისი წვლილი შეიტანონ სამყაროს სამყაროს გასაუმჯობესებლად. კიდევ იმის გამო, რომ დედამიწის პლანეტი ყველა დონე მიიღებს მძაფრ ენერგიებს კოსმოსიდან, საკუთარი ბუნების გაცნობიერება, სხეულის ჰარმონიზაცია და სულიერი ხელმძღვანელობა, მართვა სხეულით, გონიერების დახმარებით, ეთიკის ნორმალიზაციით, მორალის და ფსიქიკის ნორმალიზაციით, სწორი გამოვლენა საკუთარი თავის გარედან, დაგეხმარება ადვილად გადაიტანოთ არმაგედონი, რადგან ბუნებრივობა იმკურნება ბუნებრივობით.
არმაგედონის შუა პროცესში კოსმოსური ენერგიის მოდინება აღემატებოდეს იქნება დღევანდელ მზისას. ამ ენერგიას, რომელიც მოდიოდეს იქნება სხვადასხვა დიაპაზონში მზისგან, აბსოლუტი აჩვენებდეს იქნება ატომური პროცესები ვარსკვლავის შიგ წავა ისე შორს, რომზე შეეცდება გარდაიქმნას სუპერ ახალ ვარსკვლავად. ენერგია იზრდებოდეს იქნება 10 წელზე მეტი მაქსიმუმამდე. კარმიული მორევი დედამიწისა გაჩერდება, გადაირთვება ბრუნვაზე საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ კი მიახლოებით 10 წელი ენერგიის ნაკადი იკლებდეს იქნება, სანამ ნორმამდე არ მოვა და მზის აქტივობა დაიკრებს დღევანდელ მდგომარეობამდე. არმაგედონის მსვლელობისას იზრდება ქარიშხალების რაოდენობა, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, ამინდის ანომალიები, უფრო სასტიკი პირობები მოხდება ეკვადორის ახლოს. საბოლოო განწმენდისთვის მიწიერი ასტრალისა მინუსიდან ყინულების ნაწილი ანტარქტიდაში ორთქლის და კრისტალების ფორმით აიწევა ასტრალში, იმისთვის რომ დაამიწოს ელექტროკვანძები პლანეტარულ ბირთვზე, იმისთვის სიმბოლურად რომ ვთქვათ, იქ გაწმინდოს იატაკი. ვულკანების ამოფრქვევა და მიწისძვრები განკურნავენ პლანეტას, მოხსნიან კოლაფს ლიტოსფეროდან და დედამიწის ბირთვი ისე შეიძენს სამუშაო მდგომარეობას. ბირთვის პლაზმა იქნება იმედიანად იზოლირებული მჭიდრო პლანეტისა და შეძლებს სრულყოფილად თავისი ფუნქციების შესრულებას. არმაგედონი მოხდება, წერენ ეს ძველი აქამდე ეს წიგნი დაწერილი 12 წლამდე და ამიტომა ბორევი ამას 8 წელს. სინამდვილეში კი უნდა მოხდარიყო არმაგედონი 12 წელს, მაგრამ ნემეზიდამ სულ სხვა ორბიტაზე გავიდა. აიგრძელა ორბიტა. ამიტომ არმაგედონის პერიოდიც გაგრძელდა, ახლა ამბობენ 2100 წლამდე. კი, უნდა მოხდარიყო 2012 წელს. მაგრამ არ იყო ენერგიები, რომ მოხდარიყო ეს ყველაფერი, რადგან როგორც ვთქვი, ნემეზიდამ წაიგრძელა ორბიტა მზის გარშემო. ეს იყო მეორე მცდელობა 2012 წელს მოხდარიყო არმაგედონი. პირველ შემთხვევის დროს არ იყო რესურსი ადამიანებისა. ხო, არმაგედონი გადასვლა და 3 დღე და 3 ღამე, როგორც მე ვთქვი, 3 დღე და 3 ღამე სიბნელე იქნება მეთქი. ეს იგივე არმაგედონია. იგივე არის უწევს ბორევიც. ახლა ორივე რესურსი გააჩნია დედამიწას. რესურსებიც არაკლია და ენერგიებიც არაკლია. ამიტომ აუცილებლად მოხდება. ახლა ეს მესამე ცდელობაა არმაგედონისა, რომ ჩვენ გადავიდეთ სხვა განზომილებაში. ხო, როგორც ვთქვი, პირველ წელზე არ იყოთ რესურსები. არმაგედონის შემდეგ უცხო პლანეტელები დედამიწას შეაჩვევენ დედამიწის მიწის ქერქს ახალ ფორმას. ესე იგი, დედამიწა მიიღებს, აქედან გამომდინარე, დედამიწა მიიღებს ახალ ფორმას და უცხო პლანეტელები დედამიწას შეაჩვევენო ამ ახალ ფორმას. მე არ ვიცი, ოღონდ როგორი ფორმის იქნება დედამიწა, მომავალი დედამიწა. ამას მე ვერ გეტყვით. ვერ ბორევი ამბობს ამას, უბრალოდ ამბობს, რომ ახალი ფორმა ექნება. დედამიწა ხო იზრდება, ფართოვდება. აბა ჩვენ თუ ვიზრდებით, დედამიწა დარჩება ისე, რასაკვირველია, დედამიწაც იზრდება, ბერდება, მოხუცდება.
მარილები ნიადაგში გახდება ორჯერ ნაკლები, ტუტები 1.5 ჯერ მეტი, ესე იგი მოიმადეს 1.5 მიადედით. მძიმე მეტალები იქნება შებოჭილი, იქნება კი მძიმე მეტალები, მაგრამ მძიმე მეტალები იქნება შებოჭილ მდგომარეობაში, რომ ზიანი არ მეყენოს არავის და არაფერს. ბიოსფეროდან იქნება დიდი ხნით გამოგდებული ბევრი სტრუქტურული ერთეულები პათოგენური ბაქტერიებისა და ვირუსებისა, რომლებიც ახლა ბობოქრობენ ეკოლოგიური პროცესებს სიცუსტის გამო. ახალი მდიდრული ფლორა მოგცემს ორგანულ ნივთიერებებს გენეტიკის გასამაგრებლად. მთელი დედამიწის ბიოლოგიური პლანისა ცხოველთა სამყაროს რუხები გადააკეთებენ ძირფესიანად. რიგი სახეობისა ზღვის ცხოველებისა გამოვა ოკეანედან, გაჩნდება ბევრი ახალი და გადაჯიშებული ცხოველები. არმაგედონის თემის განხილვა ამით დავასრულე. არ ვიცი მე ხა ახალ თემაზე გადავიდე თუ ეს თემა აპტუთ ჯერ, რადგან დიდი ვიდეოების მოსმენა ძალიან დამღლელია. კარგით, ამაზე შევჩერდეთ.